მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს განვიხილოთ ესეთი თემა, ვიცი რომ სულ ყველას ჩვენ გვიყვარს, რომ გავიგოთ რა იქნება ჩვენ ცხოვრებაში, რა ცვლილებები იქნება, რისთვის უნდა ვიყო მზად, ხო? ნუ პრინციპში ცუდი არ არის რა, იმიტომ რომ ტარო ვიცი ჩვენ არის ესეთი ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია რომ გვითხრას ჩვენ დაუშვათ, ნუ სად უნდა იყოს ჩვენი სიფრთხილე, ხო? იმიტომ რომ გაშლა საერთოდ რას ნიშნავს? გაშლა გვეუბნება ჩვენ როგორ შეიძლება მოხდეს, ხო, სავარაუდოდ, მაგრამ ამავე დროს გვაძლევს საშუალებას, რომ შეიძლება ჩვენ თუ დავუშვათ ეს არ მოგწონს, ასეთი შედეგი ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ. ანუ ზეგავლენა მოვახდინოთ იმ სიტუაციაზე, რომელიც ახლა ხდება. ამიტომ გაშლას როცა უყურებთ, ყოველთვის მიიღეთ აი თან სამომავლოდ როცა არის და არის რაღაცა მითითებები, ანუ თუ დავუშვათ თქვენ ეს არ მოგწონთ, ხო? იფიქრეთ როგორ შემიძლია რომ შევცვალო. რა თქმა უნდა, ახლა ტაროსაც შეუძლია გვითხრეს რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ თქვა ეს შეცვალო, მაგრამ ზოგჯერ არ გვინდა ჩვენ ის რჩევები, რომელიც გვაძლევენ და ვაკეთებთ იმას ისე როგორც ხდება და მე არის და მე ხდება იგივე. უბრალოდ ეს რაღაც გაშლაზე მომივიდა, ხო, ალბათ. ხო, დღეს მინდა ნახოთ ჩვენ ახლა ეს როგორი, ანუ თქვენი ბედის მკვეთრი შემოbrunება. ვნახოთ რა შემოდის ისეთი საინტერესო, ისეთი კარგი და ისეთი მნიშვნელოვანი, რას უნდა მიაქციო თქვენ ყურადღება. ახლა გავაკეთებ ჩვენ სიგნიფიკაციას, პირველ რიგში ახლა რა ხდება და მე უკვე ვნახოთ რა შემოვა. ისეთი თქვა და რა როგორ უნდა მოიქცეთ ახლა ამ მდგომარეობაში, ხო? იმიტომ რომ ნუ გააჩნია რა შემოდეს ესეთი, რომ აი ზუსტად ტაროს გითხავ დღეს ჩვენ ამ რჩევას რომ შემოვა, ჩვენ როგორ უნდა შევხედოთ სიტუაციას და როგორ უნდა ვიმოქმედოთ მაგ სიტუაციაში. კარგით. სანამდე დავიწყებდი, მინდა გითხრათ და ამას ალბათ ცოტა ხანი ახლა ყველა ვიდეოში ვეთქვი, იმიტომ რომ ეს არის ესეთი ინფორმაცია, რომელიც მინდა რომ იცოდეთ, იმიტომ რომ იცით თქვენ უკვე ბევრი, რომ მყავს უკვე ძალიან ბევრი მოსწავლეები და ჩემ მოსწავლეებს ძალიან უყვარს, როცა მე ვიდეოს დროს რაღაც პოზიციებს ვუხსნი და ამიტომ თქვენ რომ ვისაც ეს არ აინტერესებთ, რომ არ იყოთ ეს, ნუ თქვათ, არ გიშლიდეთ ხელს, ამიტომ გადავწყვეტ, რომ კვირაში ერთხელ გავაკეთებ ცალკე ვიდეოს, რომელიც აქ დაიდება, სადაც მე მინი გაკვეთილებს გავაკეთებ, გარჩევებს უშუალოდ ჩემი მოსწავლეებისთვის. ამიტომ თქვენ თუ გენდომებად კი ნახავთ თუ არა და არა. მეორე რუბრიკა იცით ჩვენ რო დავიწყეთ, რომელიც იქნება ჩვენი ტრადიციული უკვე იქნება შაბათობით, სადაც უკვე მე ვისაუბრებ იმ თემებზე, რომელიც ჩვენ ვეხებით გაშლების დროს და თქვენ ახლა ვიცი რომ ბევრს გინდათ რომ ცოტა სხვა ვილაპარაკოთ მაგ თემებზე, აი ის იქნება ცალკე, ისეც იქნება იმათთვის, ვისაც აინტერესებს, ხო? რომ ჩვენ ახლა და იქნება გაშლები, აი ასე, სადაც უფრო მარტო გაშლა გინდა თქვენ ნახოთ, ზოგჯერ ჩემთან ერთად ასე უშუალოდ, ზოგჯერ მხოლოდ კარდს დაინახავთ, რომ იმიტომ რომ მეც მიყვარს რომ ხედავთ ხოლმე და გაჩვენებთ პოზიციებს, საიდან რა რო თქვენს იცოდეთ რომ როგორ მუშაობს ტარო. ეს ასეთი რაღაცა უნდა მეთქვა თქვენთვის, სიგნიფიკაცია, ანუ ვისი იქნება ეს გაშლა, რა ენერგიებში ხართ თქვენ ეხლა და მე ვფიქრობ, რომ გავაკეთებ, როგორ იცით, არც დედოფალს, არც მეფეს არ დავიწყებ მაგაზე, უბრალოდ აი სულ ყველასთვის, რომ იმიტომ რომ ვიცი რომ ბიჭების მიყურებენ, ანუ გოგოები თავისთავად, რომ იყოს ყველასთვის მისაღები ეს ინფორმაცია. აბა რა ენერგიაში ხართ ეხლა თქვენ? ნუ ჩემო ლამაზებო, ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, კი ვთქვი რომ დედოფალს არ მოვძებნი, მაგრამ ნუ დედოფალის ენერგია მაინც გამოვედეთ ამ თასების დედოფალი. ტაროში ხა შეიძლება რომ ვთქვათ, ეხლა მეფე აჩვენებდეს ვთქვათ გოგოს და დედოფალი ბიჭს. ამიტომ ჩვენ ვიღებთ ამ შემთხვევაში როგორც ენერგიას. ჩვენ ხო ვთქვით უკვე ტაროს ვთქვათ ენერგია. ანუ ეხლა ნახეთ რა ხდება აქ ეხლა. ყველაზე მთავარი არის ის, რომ აქ გამოვიდა ძალის არკანი. ანუ ეს რას ნიშნავს?
აქ თქვენ შეიძლება იყავით რაღაცა პერიოდი, მოდით ასევე უფრო წარსულ საჩვენებს ისი და ემოციებს, რა თქმა უნდა, თქვენ გქონდათ რაღაცა პერიოდი, რომელიც იყო, ხუთიანი თასების, ეს არის უკვე როცა ადამიანი არის დეპრესიაში, როცა უკვე ადამიანი არის, ცოტა არ იყოს, ფიქრობს, უფიქრდება და აქ არ გამოვრიცხავ, ნახეთ ახლა გრძნობა, რა თქმა უნდა, ეს არის გრძნობა. შეიძლება ვიღაცას ქონდა პერიოდი, როცა თქვენ ფიქრობდით სიყვარულზე, შეიძლება თქვა წავიდე, არ წავიდე, დავრჩა ამ ურთიერთობაში. მაგრამ აქ მთავარი რა არის, იცით, თქვენ ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება და უბრალოდ თქვენ მელანხოლიაში იყავით რა, ანუ დაუშვათ გრძნობდით თავს, როგორ იცით, უბრალოდ საერთოდ ზოგადად, ფიქრობდით რამეზე, მოდით ასე ვთქვათ, იმიტომ რომ მარტო სიყვარულზე ხო არ ვფიქრობ და მარტო შეიძლება ზოგს თქვა საქმეზე, ზოგის შეიძლება თქვა პარტნიორზე, ზოგის შეიძლება შვილებზე, ზოგის საერთოდ ახლა იმიტომ რომ მარტო ვარ, ხო? ანუ ბევრ რაღაცაზე ფიქრობდით თქვენ და შეიძლება даже ცუდი ფიქრებიც კი გქონდეთ. კიდე ვიღაცას გქონდათ აქ ეს ფიქრი რომ მინდა რომ დავტოვო ეს ურთიერთობა. მინდა დავტოვო, იმიტომ რომ კარგი არაფერი არ მოაქვს. ბიჭებს თუ დაუშვათ, ბიჭებს ეხება, შეიძლება ბიჭებმა ინერვიულეს იმაზე, რომ დაკარგეს თავისი თქვათ პარტნიორი გოგო. მაგრამ ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ყველაზე უმთავრესი ის არის, რომ აქ თქვენ მაგას მოერიეთ. ანუ ამ ფიქრებს, ამ ნერვიულობას, ამ ყველაფერს თქვენ მოერიეთ, თქვენ სხვანაირად მიიღეთ ეს სიტუაცია, იმიტომ რომ აქ უძლიერესი პიროვნება და კიდე, ნახეთ კიდე. თუ თქვენ ცხოვრებაში იყო ისეთი სიტუაციები, სადაც თქვენ გიწევდათ ძალიან ბევრი ტკივილი, შეიძლება ბევრს კარგავდეთ, შეიძლება ემოციურად გაქვთ რამე დანაკარგი, ხო, ან პიროვნება თქვათ, ან რამე ისეთი, რაც თქვენთვის იყო ძვირფასი. შეიძლება დრო, რომელსაც თქვენ ატარებდით ძალიან კარგად თქვათ, ხო? ეხლა შეიცვალა დაუშვათ პერიოდი და დაძაბული სიტუაცია დადგა ეხლა თქვენ ცხოვრებაში სიტყვაზე, ხო? ბევრი, იმიტომ საჯარო გაშლა, აქ ბევრი ვარიანტი შეგვიძლია ვთქვათ. კიდე თქვენს მოერიეთ. ეს არის ძალის არკანი, არის როცა მე უკვე მოვერიე ყველაფერს. და უკვე ამ სევდაში არის, ხო, აქ ნახეთ ახლა უკვე ეგრევე გამოდის თქვენი რა არის, იცით, აქ პრინციპში ნახეთ, ბიჭებს თუ ეხება, ნახეთ რა ხდება, აქ იქნება, არ ვიცი, ვიღაცისთვის არის ეს ინფორმაცია, მაგრამ უფრო даже ვფიქრობ ბიჭებისთვის შეიძლება თქვენ აერჩიეთ რა გზა, იცით, მე ეხლა, საინტერესო, ნახეთ, აქ გამოვიდა განდეგელი და ამიტომ განდეგელზე როგორი თემა არის, იცით, ეს არის საერთოდ როცა ადამიანი მიდის თავის თავში, მოდით ასე ვთქვათ, როცა ადამიანს, ნახეთ, აქ როცა ადამიანს ესეთი სიტუაცია აქვს, ნახეთ გრძნობას, მოდით ასე ვთქვათ რა. საერთოდ მე ბევრჯერ მithქვამს და ალბათ თქვენც უკვე იცით, შეიძლება გაგიგიათ, რომ ეზოტერიკაში მოდიან, საერთოდ სულიერ განვითარებაში, მოდით ეზოტერიკას თავი დავანებოთ, სულიერ განვითარებაში ადამიანი მაშინ მიდის, როცა მაგას ეხება უფრო ურთიერთობა. და სხვათა შორის, მე ძალიან მიყვარს ნახო ბიოგრაფია, ცნობილი ადამიანების, იმ ადამიანებს, ვინც დაუშვათ ახლა, გაიარა ეს სულიერი, თქვათ, გზა არის შესული ამ გზაზე, ხო? ან დგას მაგ გზაზე, ხო? მიყვარს ამათი ისტორიების ნახვა და სხვათა შორის ძალიან ბევრი არიან, ბევრი კი არა, თითქმის ყველა მამაკაციც მასი არის რა. რომ თავისი გზა, იმიტომ რომ ეს გოგოებს თქვენთვის საყურადღებოდ ვამბობ, იმიტომ რომ შეიძლება თქვენ ზოგი ფიქრობთ, რომ ახლა ეს კაცების ყველა ერთნაირები არიან და არც ვითარდებიან და არც არაფერი. უბრალოდ, იცით რა, გოგოები უფრო ჩვენ ვამჟღავნებთ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ გოგოები რა და ქალები და ემოციები და ბიჭები ხშირ შემთხვევაში არიან თავში ჩაკეტილი და იშვიათად არის, რომ თქვათ, ახლა სააშკაროდ აცხადებენ, რომ მე ვარ, თქვათ, ამ გზაზე მივიდე. ეს რო გააკეთონ, საკმაოდ დიდი გზა უნდა გამოიარონ და ხშირად ეს არის ტკივილი ურთიერთობიდან რა. და ეს მომენტი, რომელიც ჩვენ უკვე გვაძლევს იმ ბიძგს, რომ დავფიქრდე, რატო იცი, მე
ვინა ვარ, მე რატო ვარ, მე რისი ღირსი ვარ, იმიტომ რომ შეიძლება პარტნიორი ისე იქცევა ურთიერთობაში, რომ ანუ შენ და თქვა გამცირებს, ან შენ ფიქრობ რომ მე მაგარი ვარ, იმას არ უყვარხარ, გეუბნება თქვა, შენ ფიქრობ რომ მე სწორად ვიქცევი, ის გეუბნება, არ იქცევი სწორად, შენ ფიქრობ რომ მე ეს მაინტერესებს და მინდა თქვა დავხატო სიტყვაზე, ან ვიმღერო, ან რაღაცა კიდე გავაკეთო, რა ვიცი, სამსახური შევცვალო, ის პარტნიორი გეუბნება, არა, არაფრის მაქვს მისი ხარ, არაფერი გამოგივა და აი ეს ყველაფერი გულს გტენს ჩვენ და ამიტომ მე ჩვენ უკვე ვფიქრობთ, რომ რატო მართლა ნამდვილად მასეა, თუ რა ხდება, ვერ გავიგე და ვეძებთ მე ინფორმაციას და ზოგი მიდის მონასტერში, მე ვიცი ძალიან ბევრი, ზოგი მიდის კიდე სადღაც, ნუ ასე შემდეგ და ანუ ვეძებთ ინფორმაციას იმისთვის, რომ მე გავიგო, რომ მე ნამდვილად მასე ვარ, ან რამჭიეს ვერ გავიგე რა. ხო და აი ეს რატომ მოვაყოლე, იმიტომ რომ აქ ესეთი პოზიცია მაჩვენეს, რომ ნამდვილად აქ თუ ბიჭი არის, ხო დაუშვით, რატომღაც ახლა ბიჭისკენაც მიდის ეს სიტუაცია, რომ გადაწყვეტილება მიიღო იმისი, რომ მე აი ამ ქალმა მაგრად იმოქმედა ბიჭზე, გაიგეთ, რომ ეს ბიჭი წავიდა ამ სულიერ განვითარებაში, ეს ბიჭებისთვის და კიდე არის როგორი მომენტი, იცით? აქ ეს სიტუაცია თქვენ გაგაძლიერათ, აი ეს სიტუაცია, რომელიც თქვენ გქონდათ მტკივნეული, შეიძლება ზოგი даже ანუ უკვე გაშორდა იმ ადამიანს კაი ხანი, მაგრამ ამ ადამიანმა თქვენ მოგცა ძალიან დიდი სიძლიერე. ეს იცოდეთ და კიდე ვინც წავიდა დაუშვათ ამ თავის განვითარებას, ფიქრობს რომ მე მინდა, ანუ მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ მე მინდა ეს უკვე გავიგო დაუშვათ, აი ეს ჩემი სიძლიერე გავიგო რისთვის იყო ეს ყველაფერი, ხო? აი აქ ვიღაცამ უკვე ანახა თავისი უკვე წინამძღოლი, როგორ მოიცადეთ, და გავიჭედე ისევა, ხო? ამ ქართული შეღმერთო მეშველე. ანუ ნუ თავისი მასწავლე წინამძღოლი, ხო? მე მგონი სწორედ ვამბობ ამ სიტყვას, ხო? რომელიც მე ვიცი, რომ აი აქ ეს მასწავლე სხვათა შორის აქ даже ბიჭები ვიღაცა შეიძლება ქალი იყოს რა, ისეთი ადამიანი, ვინც არის მისი მასწავლებელი, ანუ როგორ არის, იპოვა ქალი, აქ არ არის, ეხლა ვერ გეტყვით, რომ პარტნიორი, იმიტომ რომ ნახეთ, აქ ორი ვარიანტი, ან ქალმა თავისი ქცევები და იმით ეს ბიჭი შეიყვანა აი გაიყვანა ამ გზაზე, ან მასწავლებელი ვიპოვე ისეთი ადამიანი, მოდით როგორც ენერგია, ადამიანი ისეთი, რომელსაც აქ პასუხები ჩემს კითხვებზე, მაგრამ აქ რომ მოხდა რაღაცა სიტუაცია და ბიძგი გოგოებს, რა თქმა უნდა, ბიჭებს გოგოებისგან რომ მიიღეთ ბიძგი, იმისათვის რომ მე მინდა გავიგო, ყველაფერი მინდა გავიგო, რა ხდება ჩემ ცხოვრებაში. ანუ ძალიან მაგარი პოზიცია უბრალოდ და აი ამიტომ მინდა რომ შემოსწავლებს თალკი ჩაუწერ გაკვეთილებს აი აქ რომ ეს პოზიციებიც ვანახო რომ იცოდნენ როგორ ზუსტად უნდა წაიკითხოთ, რომ მართლა ძალიან ძლიერი პოზიცია არის. კარგით, მოდით ახლა ვნახოთ ჩვენ ანუ რა მკვეთრად შემოვარდება თქვენს ცხოვრებაში. რა ვიცი, ეს ორი დასაწამოვიღე, მაგრამ ნუ ნახოთ, მე მგონი თვითონ მოითხოვეს და ანუ რა მკვეთრად შემოდის თქვენ ცხოვრებაში. აი ასე მე მეორე დასაცაც გავაკეთოთ. და რა უნდა გააკეთოთ ახლა? როცა ეს რო შემოგივახდეთ. так, მაშინ ისეთ როგორ გავაკეთებ? ამის არა, ვითხოვსება. შევასაც მე მოგცემ, თუ არ გინდაო სხვა, კაი, ოკეი. ანუ რა შემოდის თქვენ ცხოვრებაში? უცბად უკეთ. აჰა. Вот так. იცით რა არის? აქ თქვენ რაღაც დგებით ძალიან დიდი არჩევანის წინ. და ირჩევთ ორ გზას. ეხლა გეტყვით, ნახეთ პირველი. აქ ძალიან მომწონს რა ვქნა ეს დასტა, ისე მიყვარს ეს პედანტაროთ. ნახეთ, აქ არის როგორი შეყარებულების არკანი. ნახეთ, გოგო დგას და აი აქ არის გზა,
რომელიც მიდის მის თქვათ, მშობლები, შვილი, ოჯახი. აქ არის განვითარების გზა. აი ეს როგორ ეს დასწა ძალიან საინტერესო აქაც განვითარება, აი როგორც ახლა OH-ში მიდის ეს ყველაფერი სისტემატურად, სისტემა არის რა OH-ში რო კითხულობ, აქაც რაღაც თავისი ბური სისტემა აქვს, ამ გოგოზე მიდის ისტორია, მაგ გოგოზე ძალიან საინტერესო დასწა. ხო და ამიტომ ნახეთ ახლა როგორი სიტუაცია არის აქ. აქ არჩევანის წინ, ანუ უწყოთ დადგებით არჩევანის წინ. პირველი, ნახეთ, ეს მშობლიური თემა, დედა, აი ეს გოგო არის, ხო, ეს არის თქვა დედა და შვილი, ხო? ანუ შეიძლება ამ გოგოს დედა და მისი შვილი სიტყვაზე. ანუ წავიკითხოთ როგორც თქვა და აქ არის იმენა ადამიანები თეთრებში ჩაცმულები, ანუ ეს ცოდნა, ხო? და აი აქ შეიძლება ადამიანი დადგეს როგორი არჩევანის წინ, იცით? ან მე ავირჩევ ცოდნას, რომელიც მე მომწონს ძალიან, ანუ ძალიან და წავალ ან იმას, რას იტყვიან ხალხი, რას იტყვის ჩემი ოჯახი, იმიტომ რომ აქეთ ნახეთ როგორი სიტუაცია, ნახეთ. მე კიდე აქ სხვათა შორის გოგოს თუ ეხება, გოგო იღებს თვითონ, ანუ პასუხისმგებლობას ვიღებ მე ჩემს ცხოვრებაზე. იმიტომ რომ მე მინდა მე ეს მაინტერესებს, იმიტომ რომ შეიძლება ზოგჯერ ნახат ადამიანი შეიძლება იყოს ასაკში შესული და იმდენად აქ ეს დადგენილებები თავში რაღაცა ძველი ბური, რომ არ აძლევს თავის თავს გააკეთოს ის, რაც მას უნდა. даже იმასაც ფიქრობთ, აი შვილები რას იტყვიან, ბიძაშვილები, მამიდაშვილები, დედაშვილები რას იტყვიან. და მშობლები და რაღაცა შეიძლება უკვე მშობელი 90 წლის არის და მაინც იმასაც ფიქრობ რას იტყვის. აი ეს არის, როცა ჩვენ არ ვიღებ პასუხისმგებლობას ჩვენს თავზე. და მე მაგალითად გაშლას რო ვაკეთებ, ყოველთვის ადამიანს უტოვებ არჩევანს, იმიტომ რომ რატო არა თქვენ მითხართ, მე შემიძლია გითხრა რა შეიძლება იყოს ამ სიტუაციიდან, მაგრამ შენ უნდა მიიღო გადაწყვეტილება, შენ ამ გზით წახვალ თუ ამ გზით წახვალ, იმიტომ რომ ეს შენ უნდა აიღო შენზე პასუხისმგებლობა, შენ ხო ბავშვი არ ახარ. ეგა ბავშვური პოზიცია, როცა მე მოვდივარ და ბავშვი რომ მოდის და გეუბნება, რომ თქვათ, აი ეს ავიღო თუ ეს ავიღო და დედა უეუბნება, არა ეს არ გინდა, იმიტომ და იმიტომ, აი ეს ჯობია რომ აიღო სიტყვაზე, ხო? და ზრდასრული ადამიანი არის ის, რომელიც ორი ვარიანტი არის და იცის, რომ კი ეს შეიძლება მე მომწონს, twin ეუბნება, თქვათ, მომწონს, გონება ეუბნება, რომ არა, ამას შენ თუ აიღებ, ეს კარგს არ მოგიტანს. გაიგეთ? ანუ მაგრამ მაშინ მე ვაკეთებ არჩევანს რა, თუ აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და აი აქაც არის არჩევანი, თქვენზე იქნება, თქვენ რას ეზავთ. თქვენ მოусმენთ იმას, რას იტყვიან ხალხი, ეს არის აქ მეხუთე არკანი, ძალიან მაგარი მეხუთე არკანი. როცა აი ეს ძველში წახვალ, ნახეთ როგორ საინტერესოდ არის. ეს აქ დგას, ისე რა ქვია, ვერანდაზე დგას. მამაო და აი აქ ნახეთ იწვის რაღაცა წიგნები, ხო? ანუ ძველი რაღაცა უნდა წავიდეს, ხო? და ეს დგას და უყურებს ამ ყველაფერს რა. ანუ ეს ამიტომ შენი არჩევანი, შენ რაც გესიამოვნება, შენ თვითონ რაც გესიამოვნა, შენ თავს შეიყვარებ, შენ აიღებ, შენ რომელი გზას აირჩევ. გაიგეთ რა ხდება? შენ რომელი გზას აირჩევ? იმ გზას, რომელიც შენ გაგიყვან, ანუ იმ ძველი, ნახეთ, აქ არის ხმალების დედოფალი და ხმალების ტუზი. ანუ მე მივიღე გადაწყვეტილება, მე ვიღებ გადაწყვეტილება, რომ განდაგელე მე მინდა წავედი ჩემს განვითარებაში. გაიგეთ რა ხდება? მაგრამ დაგაყენებენ არჩევანის წინ, შენ რას იზავ? წახვალ? შენ რას იზავ? აირჩევ შენს თავ იმ ახალში წახვალ, იმ ახალ ემოციებში წახვალ, თუ შენ დარჩები იქ, სადაც დაუშვათ, იყავი. ხო ხდებით რა? ძალიან მაგარი რაღაცა არის, აი ძალიან მაგარი პოზიცია. მოდით აბა ვნახოთ აქ რას გვეუბნებიან. აჰა. და რა უნდა გააკეთო შენ? აი ზუსტად, ანუ ახლა ზოგჯერ ის იმენანება, რომ ვერ ხედავთ არკანებს. ანუ უფრო შემოსწავლეებზე მაკლაპარაკი, იმიტომ რომ აი ძალიან მაგრად აჩვენებს და რა ვიცი. ანუ კარგით, აი აუცილებლად გავაკეთებ თქვენთვის ჩემო ლამაზებო, ეს გაკვეთილებს ჩაგიწერთ ხოლმე, რომ თქვენთვის იყოს ესაც აი მიხვდებით, მე თქვენ საიდან მაქვს ეს ინფორმაცია და საინტერესო. და ნახეთ ახლა რა უნდა გააკეთო თქვენ ამ სიტუაციაზე რა?
ანუ მიიღოთ, ნახეთ, აქაც ძალის არკანი არის, აქაც ძალის არკანი. აუცილებლად მიიღო ცხრიანი თასების, მიიღო ის, რაც მე მინდა, რაც შენ სიამოვნებს. ანუ შეცვალო, წადი შენ ძალას, მიყევე, დატოვე ყველაფერი, უკან დატოვე ყველაფერი. რაც შენ უკვე всё, აი ნახეთ რა საინტერესოდ მუშაობს, ნახეთ. ანუ აქ იეროფანტე გვაჩვენებს არჩევანი რა, დატოვებ თუ არ დატოვებ, თუ ისივ ისე წახვალ, სადაც შენ უკვე იყავი, თუ ახალში წახვალ, ახალ ცოდნას აერჩევ, რომელიც შენ მოგიტანს ამ ხელა სიამოვნებას. აი ახლა რომ არის ზოგჯერ ჩემთან რომ მოდიან ახლა თქვა სწავლა უნდა ტაროსი და აი ეს მერყეობა არ ვიცი, მინდა არ მინდა. ბიჭო, თუ გეძახეს ეგა და თუ გეუბნება რომ მინდა რას უსმენენ ვიღაცას, ვინ რას სიტყვის. ეს შენი ცხოვრება, აიღე შენ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობა, რაც უნდა ის თქვიათ რა, ვერ გავიქე. აი ეს ვინ რას სიტყვის, ეს ძალიან მეცნიერება ხოლმე. რატო ახლა არავინ არ ფიქრობს ჩვენზე მთელი და არავინ არ ფიქრობს ის, ვინც ჩვენზე ჭორაობს, იმაზე რომ როგორ გამოუსწორო, რითი დავეხმარო, მატერიალურად დამეხმარე რაღაცზე იმაშვები რა ქვია, აქ ამ ჭორა ხო სიტყვაზე. ახლა მე ასეთი გზა ავერჩი, იმიტომ რომ მომწონს სიამოვნეს და პლუს კიდე ჩემი ცხოვრება მაგის უფრო და უფრო კარგი ხდება და პლუს კიდე ფინანსურად და ყველანაირად კარგად ხდები და ვერ გავიგე ხა ვინ გეკითხა არ გინდა ნუ მოდი ხარ რა, ანუ არიან ადამიანები ესეც ჭირდება და ამიტომ ისე ნუ მიყვარს ხოლმე როცა ადამიანები იჭედებიან ხოლმე რა. იმიტომ რომ ეს შიშები, აი იმ შიშებზე ჩაგიწერეთ მე თქვენ ვიდეო შაბათს. აქ რას გვეუბნებიან, გააკეთე ის რაც შენ სიამოვნებს. ეს ძალა უნდა გქონდეს შენ, ძალა მოიკრიფე შენი ძალა და გააკეთე ის, რაც შენ სიამოვნებს. დატოვე ეს ყველაფერი შენი, რაც გეთანაღრება, ხო? სწორედ ვამბობ. ეს დატოვე ყველაფერი ზურგს უკან, ნახეთ, ესენი მიდიან წინ და იქ ყველაფერი იწვის რა. იწვის ის ძველი, აქაც იწვის ძველი. გაიგეთ, ახალი არჩევანი გაქვს, აირჩია ახალი. გაიგეთ რა ხდება. და რაც შენ გესიამოვნა, ეს ეხება აი ეს საჯარო გაშლა, მაგრამ აქ ეხება ურთიერთობასაც. ნახეთ, არა მხოლოდ თქვათ ახლა, იმიტომ რომ საჯარო გაშლა და ბევრი ინფორმაცია მოდის. ძალიან მაგარი გაშლა არის და ნახეთ, ანუ აქ ეხება იმასაც, თუ შენ გრძნობ თავს ურთიერთობაში მარტო. შენი პარტნიორი არანაირად გიდგია გვერდში, ხო? მარტო ნერვების შლა გაქვს, მეტი არაფერი არ გაქვს ამ ურთიერთობაში. გააკეთე, შენ აი ახალი აკეთებს არჩევანს, მე მინდა მივიღო გადაწყვეტილება, უნდა მივიღო და გეუბნებიან, გააკეთე არჩევანი. ან იყავე იქ, სადაც ხარ და იფიქრე იმაზე, რომ თქვათ, რას იტყვიან ხალხი, ან დაწვე ეს ყველაფერი და წადე ახალში რა. ის ანუ შენ უნდა გააკეთო არჩევანი, არავინ არ გეუბნება შენ რომ აი ასე გააკეთე, ან ისე და ან ისე. მაგრამ რჩევაში აქ არის, ნახეთ როგორი მომენტი, რჩევაშიც არის რა. ეს მომენტი რომ ცხრიანი აერჩიე შენ თვითონ ის, რაც შენთვის კარგი იქნება. მოიკრიფე ძალა და წადე ახალში. სხვადასხვა აქ даже რას გეტყვით, იცით? აი ვინც წავა თქვა თავის პირად განვითარებაში, აერჩევს იმ გზას, სადაც მე მინდა წავიდე, აქ სხვადასხვა დიდი სიამოვნებაც გექნებათ, მიიღებთ იმ ახალი ცოდნისგან, პლუს წინსვლა გექნებათ, პლუს კიდე აღიარებაც. აი რა სიტყვიან ხალხი, ნახეთ, ხალხი უკვე თქვენ სიძლიერის დაენახავენ და მოვლენ თქვენთან. რა. და პლუს კიდე რჩევა გეუბნებათ, რომ ისე გირჩევთ, რომ აერჩიო ის მუშაობა შენ თავთან, ანუ შეცვლილება რა, იმიტომ აქ არის როგორი მომენტი, იცი, როცა გაეგე ეს ახალი, ანუ დაიწყე ეს ახალი, თქვათ, ახალი სწავლა თუნდაც, ხო? ახალი სამსახური, ახალი ცხოვრება, ანუ შენ აიღე პასუხისმგებლობა შენს ცხოვრებაზე, შენ თვითონ, გაიგეთ რა ხდება? ნუ რაზეც მე თქვენ დღეს გელაპარაკეთ თავიდან რა. ამიტომ აი ძალიან მომეწონა დღევანდელი გაშლა, არ ვიცი ახლა თქვენ რამდენად მოგეწონათ, მომწერეთ ახლა კომენტარებში და გავიგებ, იმიტომ რომ მართლა არკანები გვეუბნე და ტარო დღეს გვირჩევს ჩვენ, რომ შენ უკვე მოიკრიფე სიძლიერე და ეხლა დაამყარე და ეხლა უკან აღარ მოიხედო. წადი, აერჩიე ეს გზა და ნახავ შენ, ანუ იცით როგორ არის, აი ეს ვისაც აწუხებს, აი აქ.
აი დაუშვოთ თქვენ რაღაც არჩევანი გააკეთეთ, ხო? всё, მე მოვიკრიბე სიძლიერე, მე აღარ მაინტერესებს არანაირი, სოციალიზ აქ ვინცაც ცესხი უნდა და რაღაც სწავლაზე თქვენ მაგას მოგცემენ. თუ იცით როცა თქვენ მყაფიოთ, ეთქვით რომ კი მე ეს მინდა. всё, აქ არის არჩევანზე ლაპარაკი. არჩევანი როგორია? თუ შენ გინდა ნამდვილად, შენ მაღალი ძალები დაგეხმარებიან. თუ შენ ფიქრობ კიდევ ვინმე და ვაიმე და რა ვიცი და ისე და რაღაცა, არჩევანი შენზე. გაიგეთ რა ხდება, მაგრამ აქ ვეუბნები რა უნდა გააკეთო, შენ ვკითხავ ხო, ვკითხეთ ახლა დავსვით რომ ანუ ეს რომ განვახორციელო რა უნდა გავაკეთო და გეუბნებიან რომ არჩევანი ცხრიანის ყოველთვის ეს მე ვაკეთებ, მე ვარჩევ, მე ჩემზეა დამოკიდებული აქაც განდეგელი. მე და ამიტომ აქ გეუბნებიან რომ შენ მოგეცემა საშუალება, შენ მოგეცემა ძალა, შენ მოგეცემა მხარდაჭერა მოგეცემა ყველაფერი. მთავარია დაიწყე, იმოქმედე, დრო მოვიდა, შენ უკვე აი აქ ადამიანი მზად არის, აქ არის რვიანი პენტაკლების. შენ მზად ხარ, უკვე აიღო პასუხისმგებლობა შენს თავზე და უკვე დაიწყო ქმედება, იმიტომ რომ ძალა, გაძლიერდი, შეგიძლია. თუ უკვე ისწავლე და აიღე ცოდნა, დაიწყე გაცემა ამ ცოდნის, დაიწყე. ნუ ფიქრობ იმაზე, რომ რა სიტყვიან ხალხი. გაიგეთ რა ხდება? დაიწყე. იმიტომ რომ შენ გელოდება უძლიერესი წინსვლა. რასაც მე თქვენ გისურვებთ შემოლამაზებოთ, ძალიან მიყვარხარ და რა თქმა უნდა გელოდებით კომენტარებში მომწერეთ რამდენად მოგეწონათ თქვენ დღევანდელი გაშლა. ისე როგორც მე მომეწონა თუ არა. მაგრამ გელოდებით ყველა ვარიანტში თქვენ კომენტარებში.